მაჰატმაჯი ნახვამდის დავიჩოქე, რომ მის ფეხებს შევხებოდი. ინდოეთი თქვენი მფარველობის ქვეშ უსაფრთხოდ არის. ვარდასიდელიიდან წლები გავიდა. დედამიწა, ოკეანეები და ცადაბნელდა ომის შედეგად გაჩაღებული მსოფლიოს გამო. დიდ ლიდერებს შორის მარტო განდიმ შესთავაზა შეიარაღებული ძალის პრაქტიკული არაძალადობრივი ალტერნატივა. საჩირების მოსაგვარებლად და უსამართლობის აღმოსაფრველად მაჰატმამ გამოიყენა არაძალადობრივი საშუალებები, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა. ის თავის დოქტრინას ამ სიტყვებით აყალიბებს. მიაღმოვაჩინე, რომ ცხოვრება განადგურების შუაგულშიც გრძელდება. ამიტომ უნდა არსებობდეს განადგურების კანონზე უფრო მაღალი კანონი. მხოლოდ ამ კანონის თანახმად იქნებოდა კარგად მოწესრიგებული საზოგადოება, გასაგები და ცხოვრება, ცხოვრების ღირსი. თუ ეს ცხოვრების კანონია, ჩვენის ყოველდღიურობაში უნდა გამოვიყენოთ, სადაც ომებია, სადაც მოწინააღმდეგეს უპირისპირდებით დავძლიოთ სიყვარულით. აღმოვაჩინე, რომ სიყვარულის გარკვეული კანონი ჩემს ცხოვრებაში ისე მოქმედებდა, როგორც ნგრევის კანონი არასდროს. ინდოეთში ჩვენ გვქონდა ამ კანონის მოქმედების ნათელი დემონსტრირება მაქსიმალურად ფართო მასშტაბით. მე არ ვამტკიცებ, რომ არაძალადობრივმა მიდგომამ შეაღწია ინდოეთში მცხოვრებ 360 მილიონ ადამიანში, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ მან წარმოუდგენად მოკლე დროში უფრო ღრმად შეაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დოქტრინამ. არაძალადობრივი ფსიქიკური მდგომარეობების მისაღწევად საკმაოდ დამღლელი ვარჯიშის კურსია საჭირო. ეს დისციპლინირებული ცხოვრებაა, ჯარისკაცის ცხოვრების მსგავსი. იდეალური მდგომარეობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც გონება, სხეული და მეტყველება სათანადო ურთიერთშეფარდებაშია. ყველა პრობლემა თავისთავად გადაიჭრებოდა, თუ ჭეშმარიტებისა და არაძალადობის კანონს სიცოცხლის კანონად ვაქცევთ. ისევე როგორც მეცნიერი ახდენს საოცრებებს ბუნების კანონების სხვადასხვა გამოყენებით, ადამიანს, რომელიც სიყვარულის კანონებს სამეცნიერო სიზუსტით იყენებს, შეუძლია უფრო დიდი საოცრებების მოხდენა. არაძალადობა უსასრულოდ უფრო საოცარი და დახვეწილია, ვიდრე ბუნების ძალები, მაგალითად ელექტროენერგია. სიყვარულის კანონი გაცილებით დიდი მეცნიერებაა, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე მეცნიერება. ომი და დანაშაული არასდროსაა გამოსყიდვა. ასაფეთქებელი არარაობის კვამლში აყვანილი მილიარდობით დოლარი საკმარისი იქნებოდა ახალი სამყაროს შესაქმნელად, რომელიც თითქმის თავისუფალი იქნებოდა დაავადებებისა და სიღარიბისაგან, არა შიშის, ქაოსის, შიმშილის, ჭირისა და სიკვდილის ცეკვის. დედამიწა, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და გაფართოების ცოდნის ერთი ფართო მიწა. განდის არაძალადობრივი ხმა ადამიანის უმაღლეს სინდის მიმართავს და ერები აღარ დაუკავშირდნენ ერთმანეთს სიკვდილით, არამედ სიცოცხლით, არა ნგრევით, არამედ მშენებლობით, არა გამანადგურებლით, არამედ შემოქმედით. ნებისმიერი შეურაცხყოფის მიუხედავად ადამიანმა უნდა აპატიოს. ნათქვამია მაჰაბჰარატაში. ითქვა, რომ სახეობების გაგრძელება ადამიანის მიმტევებლობის დამსახურებაა. მიტევება სიწმინდეა. მიტევებით სამყარო ერთიანდება. პატიება ძლიერთა ძალაა. პატიება მსხვერპლია. პატიება გონების სიმშვიდეა. პატიება და სიკეთე თავდაჯერებულობის თვისებებია. ისინი მარადიულ სათნოებას წარმოადგენენ. არაძალადობა პატიებისა და სიყვარულის კანონის ბუნებრივი შედეგია. თუ სამართლიან ბრძოლაში სიცოცხლის დაკარგვა აუცილებელი გახდება, აცხადებს განდი, ადამიანი მზად უნდა იყოს იესოს მსგავსად საკუთარი სისხლი დაღვაროს და არა სხვისი. საბოლოოდ მსოფლიოში ნაკლები სისხლი დაიღვრება. საჭიროების შემთხვევაში მე საუკუნეებსაც დაველოდებოდი, ამბობს განდი, ვიდრე სისხლიანი გზებით ვეძიო ჩემი ქვეყნის თავისუფლება. მაჰატმა არასდროს ივიწყებს დიდებულ გავრთხილებას, ჩააგე მახვილი ქარქაში, რადგანაც ყველა
ვინც აიღებს מחვილს, מחვილითვე დაიღუპება. განდიმ დაწერა: მე საკუთარ თავს ნაციონალისტს ვუწოდებ, მაგრამ ჩემი ნაციონალიზმი ისეთივე ფართოა, როგორც სამყარო. ის თავის მსვლელობაში მოიცავს დედამიწის ყველა ერს. ჩემი ნაციონალიზმი მთელი მსოფლიოს კეთილდღეობას მოიცავს. არ მინდა, რომ ჩემი ინდოეთი სხვა ერების ფერფლზე აღდგეს. არ მინდა ინდოეთმა თუნდაც ერთი ადამიანის ექსპლუატაცია მოახდინოს. სურს ინდოეთი ძლიერი იყოს, რათა მან თავისი ძალა სხვა ერებსაც გადასცეს. დღეს ევროპაში არც ერთი ერის შემთხვევაში ასე არ არის. ისინი სხვებს ძალას არ აძლევენ. პრეზიდენტმა უილსონმა ახსენა თავისი მშვენიერი 14 პუნქტი, მაგრამ თქვა: ყოველივე ამის შემდეგ, თუ ჩვენი ეს მცდელობა მშვიდობის მისაღწევად წარუმატებელი აღმოჩნდება, ჩვენ შეიარაღება გვექნება, რომელსაც დავუბრუნდებით. მინდა ეს პოზიცია შევცვალო და ვამბობ: ჩვენი შეიარაღება უკვე დამარცხდა, ახლა კი ახლის ძიებაში ვიყოთ. გამოვცადოთ სიყვარულისა და ღმერთის ძალა, რომელიც ჭეშმარიტებაა. როდესაც ამას მივხვდები, სხვა არაფერი დაგჭირდება. აქვე ვიტყვი ერთ კომენტარს. აი იმ ქარბუქში იქეთ აქციები როა, იქეთ რაღაცები ხდება, ტელევიზიები ამას აშუქებენ, ყველანი ამას პოსტავენ, გადაზიარებები ხდება. აი მე ხა როგორც ვხედავ, მაგალითად ეგ არის, რომ ანუ ის სწორება, რაც უნდა რომ ადამიანს გამოვლინდეს მის გარშემო, ხო? უნდა დაიჭიროს და არა ისინი დაუშვათ აშუქოს თუ რა უსამართლოა ეს სამყარო. პირიქით სწორება და შენი ხედვა გააკეთე იმაზე, როგორიც გინდა რომ იყოს. და ამის შემდეგ არის შესაძლებელი ის გამოვლინდეს, რაც გვინდა. არ არის აუცილებელი, რომ ვაძაგოთ ის თუ როგორ ცუდად იქცევა, რომ მისი ბრალია, როგორი არასამართლიანია. პირიქით, სიყვარულით წამოდი და ის გააკეთე, როგორც მიგაჩნია სწორად. ანუ ის ენერგია, შენი ძვირფასი სასუცხვლო ენერგია, იმაში დახარჯე, რაც გინდა რომ გამოვლინდეს, უფრო სარგებლიანი იქნება. ხო, ამის თქმა მახატმა მართლაც დიადი სულია, მაგრამ სწორად გაუნათლებელ მილიონებს ჰქონდათ გამჭრიახობა, რათა ეს ტიტული მიენიჭებინათ. ეს კეთილი წინასწარმეტყველი საკუთარ მიწაზეა პატივსაცემი. უბრალო გლეხმა შეძლო განდის მაღალი გამოწვევის დაძლევა. მახატმას მთელი გულით სწამს ადამიანის თანდაყოლელი კეთილშობილების. გარდაუვალმა წარუმატებლობებმა არასდროს გაუცრუა იმედები მას. მაშინაც კი თუ მოწინააღმდეგე 20-ჯერ უმტყუნებს მას, წერს ის. სატიაგრაჰი მზადაა 21-ჯერ ენდოს, რადგან ადამიანური ბუნებისადმი იმპლიციტური ნდობა მისი მრწამსის არსია. დაე დამიწდეს ეს ცნობიერება ჩვენს ყოველდღიურობაში, დაე გამოვატაროთ ეს ცნობიერება ჩვენს ყოველდღიურობაში და იტინოს ამ სიყვარულმა თავისუფლად. მოგცე ძალა ღმერთმა, რომ ეს გამოვატაროთ. მახატმაჯი, თქვენ გამორჩეული ადამიანი ხართ. არ უნდა ელოდოთ, რომ სამყარო თქვენსავით მოიქცევა. ერთხელ ერთმა კრიტიკოსმა ეს შენიშვნა გააკეთა. უცნაურია, როგორ ვატყუებთ საკუთარ თავს, როცა ვფიქრობთ, რომ სხეულის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ სულის ფარული ძალების გამოძახება შეუძლებელი. უპასუხა განდიმ. მე ვცდილობ ვაჩვენო, რომ თუ ამ ძალებიდან რომელიმე მაქვს, მაშინ ისეთივე სუსტი მოკვდავი ვარ, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი და რომ არასდროს მქონია არაფერი განსაკუთრებული და არც ახლა მაქვს. მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც შეცდომების დაშვებისკენ არის მიდრეკილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოკვდავი. თუმცა ვაღიარებ, რომ საკმარისი თავმდაბლობა მაქვს, რომ ვაღიარო ჩემი შეცდომები და უკან დავიხიო. ვაღიარებ, რომ მაქვს ურყევი რწმენა ღმერთისა და მისი სიკეთის მიმართ და დაუოკებელი ვნება ჭეშმარიტებისა და სიყვარულის მიმართ. მაგრამ განა ეს არ არის ის, რაც ყველა ადამიანშია დაფარული,
თუ გსურს პროგრესის მიღწევა, ისტორია არ უნდა გავიმეოროთ, არამედ ახალი ისტორია უნდა შევქმნათ. ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. თუ შეგვიძლია, რომ ფენომენალურ სამყაროში ახალი აღმოჩენები და გამოგონებები გავაკეთოთ, სულიერ სფეროში ჩვენი გაკოტრება უნდა გამოვაცხადოთ. თუ შეუძლებელია გამონაკლისების გამრავლება, ისე რომ ისინი წესადვა აქციო. მადლობა, რაღაცა კარგი იყო. ხო. ამომავალ შეხვედრამდე.